დღეს გავაგრძელებ მომდევნო ასოების განხილვას. ეს ასოები არის P, Q, R, S, T, V. დავიწყოთ P, რომელიც არის მარტივი. P, P. მაგალითად, place, plane, ხოლო მისი კომბინაცია არის H-თან მიმართებაში და არის F. მაგალითად, symphony, physics და ასე შემდეგ. შემდეგი ასო არის Q და სიტყვების 90% და მეტი Q-ს შემდეგ მოდის U ხმოვანი და მისი ჟღერადობა არის Q. მაგალითები მოდი განვიხილოთ. Queen. სწრაფად იქნება queen, quick, quiet. საინტერესო სიტყვა არის Q. შემდეგი ასო არის R. ჩვენ კი გვაქვს R, მაგრამ ეგ R არ არის. ჩვენთან უფრო მაგარი R არის. მაგრამ ინგლისურში უფრო ჩახვეულია. R. Run არა, run. Red არა, red. Word. გადავდივართ შემდეგ ასობგერა S, რომელსაც აქვს, ესე ვთქვათ, მარტივი ჟღერადობა S, თუმცა მხოლოდ ეს ჟღერადობა არ აქვს. მაგრამ უმეტესად არის როგორც S, glass, fast. ახლა განვიხილოთ ორი S. ორი S იკითხება როგორც S, წინაზე უკვე ვთქვი glass, kiss, class, dress. თუმცა არის ნასესხების სიტყვები, სადაც იკითხება როგორც sh, mission, session. რადგან ბევრი სიტყვა არის ნასესხები, კიდევ ერთხელ შესაძლოა იყოს სხვა სიტყვებიც, არ იყოს ორი S და მაინც იკითხებოდეს როგორც sh. მაგალითად, sure, sugar. და აგრეთვე შეიძლება იყოს ჟ ჟღერადობაც. Casual, pleasure, measure, treasure. აგრეთვე S აქვს კომბინაცია SION. ჟღერს როგორც ჟენ. Television, revision. თუ დაიმახსოვრეთ ამ კომბინაციებს, მე გაგიმარტივდება წაკითხვა. სხვა სიტყვებში, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ყველა შესაძლო ვარიანტს ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ყველაზე გავრცელებულ სიტყვებს გეუბნებით. კიდევ sh ჟღერადობა როდის არის? ეგ ყველა ვიცის ალბათ. sh ჟღერადობა არის SH ერთად. Ship, fish, shy, shirt. ახლა კი გადავიდეთ T, ასობგერა T, რომელიც საერთოდ არაფერს არ აშავებს, არის T, უმეტესად stuff, tip, touch, try, soft. აქაც არის რაღაცეები. მაგალითად T, TH ქმნის ერთად კომბინაციას და ზოგჯერ იკითხება როგორც F და ზოგჯერ იკითხება the. და ახლა როდის როგორ იკითხება? აქაც არის რაღაცები, რომელიც შეგიძლიათ ვერ დაიმახსოვროთ. თუ მაგალითად TH ან სიტყვის თავში არის, ან ბოლოში არის, თუმცა ნაცვალ სახელებს, ჩვენებით ნაცვალ სახელებს ის არ ეხება. ანუ this, that, there. ამათ არ ეხება. დანარჩენ სიტყვებში, თუ თავში ან ბოლოში არის, მაშინ იკითხება როგორც F. Thin, thick, bath, think, both, thanks. ახლა მოდი განვიხილოთ, როდესაც შუაში არის mother, brother, together, other, another. T-ს
თან არის აგრეთვე სხვა კომბინაციებიც, მაგალითად TION, რომელიც იკითხება შენ, station, action. აგრეთვე არის სხვა კომბინაციებიც TURE, რომელიც იკითხება chair, nature, future, venture, capture. ასევე არის TIAL. ეს არის shell, initial, essential. გადავდივართ შემდეგ ასოზე V. ყველგან იკითხება როგორც V. ძალიან უპრობლემო ასო არის. Have, give, very, vast, seven, never. მოდით კიდევ დავამატებ ერთ ასო ბგერას K, რომელიც უმეტესად არის K. თავშიც, შუაშიც, ბოლოშიც. მოდი გამიხელოთ მაგალითები. Key, find, ask, book, think. მაგრამ როდესაც K-ს შემდეგ მოდის N ასო, არის ჭუმი. არ იკითხება. მაგალითად know, knife, knee, knack, knuckle. ხოლო C და K ერთად არის K, duck, pick, quick. დღეისათვის სულ ეს იყო. ვცდილობ მაქსიმალურად მოკლედ, მარტივად მოგაწოდოთ, რაც ყველაზე მეტად გავრცელებულია. რა თქმა უნდა არის სიღრმეები, რა თქმა უნდა არის სხვა დეტალებიც, თუმცა ასეთ მოკლე ვიდეოებში ვერ ჩავეტევით. შემდეგ ვიდეოში კი განვიხილავ ხმოვნების წაკითხვას და შევეცდები, რომ მაქსიმალურად მოკლედ ყველაზე გავრცელებული მაგალითები მოგიყვანოთ, რომ თქვენთვისაც ესე ვთქვათ მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს. და რა თქმა უნდა, სახალისო, ნაკლებად დამღლელი წარმატებები. Bye!